თქო უნდა ფრანგულ ავტომობილებზე საუბარი წარმოუდგენელი იქნება ლეგენდარული ფილმის ტაქსის გარეშე, იმიტომ რომ ვინც 90-იანებში დავიბადეთ ამ ფილმზე, ფორსაჟზე, ტაქსიზე ვართ გაზრდილი და ერთ-ერთი უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ამ ფილმების სერიებს მანქანის სიყვარულში ჩემთვის პირადად. რა შეეხება უშუალოდ მანქანას, ტაქსში გამოყენებულია Peugeot 406, საშუალო ზომის სედანი, რომელიც კონკურენტი უნდა ყოფილიყო მეხუთე სერიის და E-კლასის, თუმცა რამდენად კონკურენტია, მით უმეტეს მაშინდელი წლების თვითონ გამოვიდა დასკვნები. ხოლო რა შეეხება უშუალოდ ტაქსში მონაწილე ავტომობილს, მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად ეს ავტომობილი ძალიან მომზადებული იყო და რამაც გამოიყურებოდა ფილმისთვის, დაწეული პადვესკით და ფრთებით და სპოილერით და ასე შემდეგ. ძრავი იყო მაშინ ქარხნული, თუმცა ქარხნული ძრავით საკმარისად კარგია, იმისთვის რომ ეს მანევრირებები შეესრულებინებიან მანქანას. ძრავი ახლად 3.0 V6, რომელიც 210 ცხენისალას გამომიშავებს და 0-დან 100-მდე აჩქარება ამხანას ჰქონდა 7.5 წამში, რაც მაგდროისთვის ნორმალური იყო საშუალო ზომის სედანისთვის. ძალიან მაგარ მოგონებებთან ასოცირდება ავტომობილი ჩემთვის და სხვადასხვა საფრანგეთში იყიდება რამდენიმე ესე მომზადებული ავტომობილი დაახლოებით მაგ სტილში, მაგ დიზაინით, თუმცა ფასი საკმაოდ ბევრი აქვს. 15, 20, 25,000 евро ღირს, რაც მე შემხვდა უცებ რომ მენახა ეს ავტომობილები.